მოგესალმებით, შემოკარგება. მოდით ვნახოთ კვირის ენერგია თქვენთვის, როგორ განვითარდება მომდევნო კვირა, რა გელოდებათ, რა ენერგიები შემოვა კვირის განმავლობაში. გვაქვს ორი ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც უფრო მიგიზიდავს და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. რა გელოდებათ კვირის მანძილზე. პირველ რიგში ძალიან დიდი სიხარული, რაც ძალიან გაგახარებთ. აქ არ ვიცი თქვენთვის ახლობელ ძვირფას ადამიანებთან ერთად რაღაც შეიძლება აღნიშნოთ, მოკლედ ბევრი სასიამოვნო მომენტი გექნებათ წინ. მოდით აბა კიდევ დავამატოთ, რა გელოდებათ კვირის მანძილზე. პირველი ვარიანტი. რა გელოდებათ კვირის ვადაზე. პირველ რიგში აქ თქვენ გეძლევათ რაღაც ახალი შანსი, ესე ვიტყოდი და იცით როგორ სიტუაციას მიჩვენებს. შესაძლოა აქამდე გქონდათ რაღაც ისეთი მომენტი, როცა გაურებაში იყავით, გაურკვევლობაში იყავით, არ იცოდით თქვათ რა ნაბიჯი გადაგედგათ, როგორ მოქცეული ყავით, ან რაღაც სიტუაცია იყო, რაშიც აზრს ვერ აყალიბებდით მაგალითად. აქ შეიძლება არ ვიცი ზოგიერთმა პარტნიორთანაც იჩხუბეთ ან რაღაც მომენტები გქონდათ ასე თუ ისე რთული და ამანაც ასე თუ ისე იმოქმედა თქვენზე და თქვენს განწყობაზე და ეს რაღაც გაურებული მდგომარეობა შეიძლება შეგექმნათ. თუმცა აქ მოვიტყოდი რომ კვირის მანძილზე თქვენ პირველ რიგში თქვენს თავზე ხართ კონცენტრირებული უფრო მეტად და რაღაც ტოქსიკური, ნეგატიური სიტუაციიდან იპოვით გამოსავალს და ზოგადად რაღაც სიტუაციასაც ტოვებთ. ანუ იცით როგორი თემა არის, რომ გადაწყვეტთ, რომ აღარ იდარდებთ თქვათ რაღაცაზე, აღარ მიიტანთ გულთან ახლოს რაღაც მომენტებს და უფრო მეტად გადართული იქნებით დადებით ემოციებზე და თქვენ ცხოვრებაში ამ დადებით იმპულსებზე. ამასთან ერთად გეტყოდით რომ რაღაც ახალი შანსიც გეძლევათ, ეს შეიძლება იყოს ფინანსური რაღაცა სიახლე, კარიერული, მოკლედ ერთგვარ შანსს გიმზადებთ სამყარო, რომელსაც დიდი ალბათობით აქ გამოიყენებთ აუცილებლად და მატერიალურადაც, ფინანსურადაც საკმაოდ სტაბილური პერიოდი იქნება. შეიძლება მოულოდნელი შემოსავალიც იყოს, რაღაც თანხა, რომელსაც საერთოდ არც კი ელოდებით. ესეთ რაღაცას გვიჩვენებს ტარო. კიდევ დავამატოთ, რა გელოდებათ კვირის მანძილზე. რა გელოდებათ კვირის მანძილზე. ხო, აქ სიახლეები არის ყველა ვარიანტში და რაღაც ძალიან დიდი გამარჯვებაზე იმია, რაღაც ძალიან გაგახარებთ. რაღაც ახალი ენთუზიაზმი, ახალი მუხტი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება რამე პროექტი დაიწყოთ, რაღაცა მუშაობა დაიწყოთ რაიმე საკითხზე და ძალიან დიდი ენთუზიაზმით და მთელი რაღაცა ემოციით და ენერგიით მიუდგეთ ამ საკითხს და ძალიან კარგი შედეგებიც გექნებათ, იმიტომ რომ აქ რაღაცა ძალიან გაგახარებთ ამ კუთხით რა, ეს ახალი მუხტი და ახალი ენერგია რაც შემოვა კვირის მანძილზე ძალიან დიდ ბედნიერებას მოგიტანთ, რასაც შეიძლება ძალიან დიდი ხანია უკვე ელოდებით კიდევაც. მოდით აბა ვნახოთ კონკრეტულად პირადის კუთხით რა გელოდებათ. პირადის კუთხით კვირის განმავლობაში რა გელოდებათ. მომდევნო კვირის განმავლობაში. მოდით სხვადასტიდან ვნახოთ პირადზე. ნახოთ აბა. ერთი წამით ახლა გინახავთ. პირადში რა გელოდებათ კვირის განმავლობაში. აბა ნახოთ რა გელოდებათ. ორი არკანი ამოვარდა. რაღაც ემოციური საუბარი შეიძლება იყოს, ემოციური შეხვედრა შეიძლება იყოს აქ თქვენს პარტნიორთან, კონკრეტულ ადამიანთან, წარს
წარსულიდან ჩანს ადამიანი. რაღაც წარსული თემები იკვეთება კვირის განმავლობაში უფრო მეტად. ერთი წამით დავუმატებ კიდევ და გეტყვით ზუსტად რა ეუბნება ეს მოცულზე პირადში. აქ იქნება ნაბიჯები თქვენი პარტნიორის მხრიდან, თან ისეთი რომ ძალიან აი ემოციური რაღაცა გრძნობებით სავსე ქმედებები იქნება. შეიძლება რაღაც ისეთი სასწაულად სერიოზული მომენტი არა, მაგრამ ეს ადამიანი რაღაც ერთგვარ ყურადღებას გამოიჩენს აუცილებლად. აქ ასევე გეტყოდით, რომ აი წარსულ აი რაღაც ნოსტალგიას, მონატრებას მიჩვენებს, ასევე რაღაცა აი შეხვედრის მომენტიც ჩანს სხვათა შორის და სიტუაციის გადაჭრა და მოგვარება, რაღაც ინფორმაციას გაიგებთ. ამ ადამიანისგან შემოვა რაღაც ინფორმაცია, რა ძალიან გაგახარებს და რაღაც დადებით მუხტს შემოიტანს თქვენს ურთიერთობაში. შეიძლება ახლა რაღაც მომენტებზე ასე თუ ისე დარდობდეთ, განიცდიდეთ რაღაც თემებს და აი ეს რაღაც ერთგვარი ემოციური ფონი მიდის, აი ესე ვიტყოდი. ეს არის მოკლედ პირველი ვარიანტისთვის. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. რა გელოდებათ კვირის განმავლობაში აქტუალური იქნება თქვენთვის რაღაც სამართალთან, კანონთან, სწავლასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადად, მოდით აბა კიდევ დავამატოთ, რას გვეტყვის ტარო. რა გელოდებათ კვირის მანძილზე. ახლა შეიძლება რაღაც სიტუაციაში არჩევანის წინაშე გახართ, ან გაურკვევლობაში ხართ. ბუნდოვანი თემა არის, არ იცით რა გადაწყვეტილება მიიღოთ, რა გზით წახვიდეთ, ან სამომავლოდ რა როგორ იქნება, ისე ძალიან განცდებში ხართ ზოგადად რა რაღაც ერთგვარ ტრანსფორმაციასაც გადიხართ. აქ შეიძლება რაღაც ფინანსურ საკითხებსაც ეხებოდეს და ცხოვრებისეულ თემას, ასევე პირადულ რაღაც მომენტებსაც. მე აქ ვიტყოდი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გადიხართ ახალ ცხოვრებაში, საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი არის ეს თქვენთვის. აქ შესაძლოა რაღაცა მომენტები იყოს, აი ინფორმაცია რაც თქვენთვის ჯერჯერობით ახურულია, მაგრამ გაიგებთ რაღაცას და დაბალანსდება სიტუაცია, ანუ სამართლიანად გადაწყდება რაღაც მომენტი, რაშიც შეიძლება ახლა ან უსამართლობის განცდა გაქვთ, ან ფიქრობთ, რომ აი როგორ წავა სიტუაცია, როგორ დასრულდება სამართლიანად, ჩემთვის უსამართლოდ. აი ესეთი მომენტები თუ გაქვთ, იცოდეთ, რომ აქ სიტუაცია აუცილებლად სამართლიანად სრულდება. მოდით აბა კიდევ დავუმატოთ, ისე ძალიან ბევრი განცდები არის რა, თითქოს ახლა ძალიან განიცდით რაღაც თემებს. ცოტა ნერვიულობა შეიძლება გქონდეთ კვირის განმავლობაში ამ საკითხის გარშემო. იმიტომ რომ რაღაც თითქოს სიტუაცია არ იძვრის. აქამდე არ იძროდა ყოველ შემთხვევაში და თქვენც არ იცოდით რა გაგეკეთებინათ, მაგრამ აქ შეიძლება ადამიანის დაგეხმაროთ კონკრეტული პიროვნება, ან შეიძლება ურთიერთობას თუ შევეხებით აი ადამიანთან იყავით ესე, მაგრამ წინსვლა ყველა ვარიანტში ჩანს კვირის მანძილზე, ოღონდ უფრო მეორე ნახევარში. ისე ახლა რა პერიოდსაც გადიხართ, ძალიან კარმულია თქვენთვის და რაღაცა იმ მნიშვნელოვანი ეტაპი არის. თქვენთვის რა ეს რასაც ახლა გადიხართ ცხოვრებაში. მზის არკანი ამოვიდა, გეტყვით რომ საბოლოოდ აი ეს რაღაცა გარკვეულობა, სინათლე, ეს დადებითი ემოცია შემოდის, აი ამ იმედგაცრუებაში ახლა რაში შეიძლება იყოთ, ან რაღაცა აი მარტოსულადაც შეიძლება გრძნობთ თავს რა, ურთიერთობასაც რო შევეხოთ, არ ვიცი შეიძლება რაღაც კარმულ ეტაპს გადიხართ თქვენს პარტნიორთან და ძალიან მარტოსულად გრძნობთ ახლა თავს და რაღაც არაფრის იმედი აღარ გაქვთ. მაგრამ აი ეს რაღაც იმედი, რაღაც ეს დადებითი ემოცია შემოდის ურთიერთობაშიც და ზოგადად ნებისმიერ თემაში, რაც ახლა თქვენთვის აქტუალურია. აქ ვიტყოდი, რომ რაღაც სამყარო ერთგვარ რაღაც გაკვეთილს გატარებთ, ახლა რაღაც გაკვეთილს გადიხართ ცხოვრებისეულად, რაც შეიძლება ადვილი არ იყოს, თქვენთვის ერთგვარად კარმულიც იყოს, მაგრამ დრო მიეცით თქვენს თავს რა, არჩევის სახით ეს არის, რომ აი ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება. მოდით ახლა ვნახოთ პირადის კუთხით. მეორე ვარიანტი. რა გელოდებათ პირადის კუთხით. რა გელოდებათ პირადის კუთხით.
აქ იცით როგორი მომენტი არის, აქ რავი ზოგიერთების შემთხვევაში იქნება შერიგება, ნახეთ დასტის სათავეში ისევ იმპერატორი არის. ნუ აქ არის ან არჩევანის წინაშე შეიძლება გახართ ურთიერთობაში, ან თქვენს პარტნიორს რაღაცაში სიმამაცე არ ყოფნის, ძალა არ ყოფნის, რომ იმოქმედოს. ნუ აქ თუ ვინმე ნაჩხუბრები ხართ და ან გაწყვეტილია ურთიერთობა, ძალიან დიდი შანსი არის, რომ ურთიერთობა აღდგეს. აქ რაღაც მესამე ფაქტორი შეიძლება მოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე და აი ამის შესახებ შეიძლება ინფორმაცია არც გქონდეთ, მაგრამ ნუ რაღაც თემებს გაიგებთ რა, რაც თქვათ ამ ადამიანს ასე თუ ისე ხელს უშლიდა, მაგრამ ისე ძალიან დიდი სიყვარული არის თქვენ შორის და გრძნობა არის ნამდვილად. ამას მიჩვენებს. მოდით აბა კიდევ პირადი რა გელოდებათ, ხო, ნუ რაღაც ტოქსიკური მომენტები გაქვთ, თითქოს გადასალახი რა, ან თქვენს პარტნიორს უფრო მეტად. ნუ ემოციები, განცდები არის. მაგრამ ხო, ნუ აი ეს თემა არის რა, რაღაც ტოქსიკური თემები გაქვთ. შეიძლება უფრო ამ ადამიანს აქვს ცხოვრებაში. რაღაცით ძალიან იმედგაცრუებულია თქვენი პარტნიორი. რაღაც ცხოვრებისეული თემა შეიძლება იყოს მის ცხოვრებაში ხდებოდეს რაიმე. ანუ კოშკის არკანიც. ნუ ისეთი არკანები ამოდის აქ ახლა ვიტყოდი რომ ხო რა, ნახეთ, აქ თქვენს პარტნიორთან და ზოგადად თქვენს ურთიერთობაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები არის, ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და გარდაქმნა ხდება. თუ ეს ადამიანი რაღაც პერიოდი ან ჩაიგედა, ან რაღაც ესეთი მოხდა, ეცადეთ რომ დრო მისცეთ, იმიტომ რომ რაღაც რთული მომენტები შეიძლება გქონდეს ცხოვრებისეულად. მოკლედ ეს არის მეორე ვარიანტისთვის. წარმატებებს გისურვებთ ბედნიერ კვირას და დროებით გემშვიდობებით.